მოგესალმებით. იუდაიზმი და ისლამი სათაური კი არის ეს, მაგრამ ეს ცხადია, მე არ ვაპირებ, რომ ვილაპარაკო იუდაიზმის და ისლამის ისტორიაზე, როგორ წარმოიშვა, მათ სწავლებაზე, როგორ ცელდებოდა, რომელ ქვეყნებში ახლა გავრცელებული და როგორია ამ რელიგიების მდგომარეობა თანამედროვე სამყაროში. ეს არის ჩემი მიზანი. ჩემი მიზანი რა არის? ვილაპარაკო ამ იდეოლოგიებზე, რომელიც რელიგიურ წიაღში წარმოიშვა. ჩვენი წინა ლექციის თემა რა იყო ეს ხო ათეისტური იდეოლოგია და რა კონტექსტში ვლაპარაკობთ იდეოლოგიაზე. ჩვენ თქვით ესეთი რაღაც, რომ ადამიანი დაპროგრამებულია, შექმნილია მარადიული ბედნიერებისათვის, რომლის მიღწევა არ შეუძლია ღმერთის გარეშე. მაგრამ როდესაც ადამიანი იწყებს ღმერთის წვენას, იწყებს თავის თავზე დატოვება. ფიქრობს, რომ მე ღმერთისაგან დამოუკიდებლად ხშირად ღმერთის წინააღმდეგ შემიძლია სამართლე დავამყარო დედამიწას. აი ამ დროს იბადება იდეოლოგია. იდეოლოგიის ყველაზე კარგი გარემო ეს არის ათეისტური გარემო. საქმეც არ აღიარებ, მაგრამ იდეოლოგია იბადება რელიგიურ წიაღში. აი, რო ლაპარაკობთ ადამიანის და ევას დაცემაზე, მეც ვისაუბრე და გიორგიც საუბრობდა. რითი დაეცა ადამი და ევა? აი ზუსტად ეს მოინდომა, ღმერთის გარეშე მიეღწია იმისათვის, რაც ღმერთმა დაპირდა, ხო? უნდა ყოფილიყო ღმერთის მსგავსი, ცოდნოდა რა არის სიკეთე და ბროტება და მოინდომა რომ თვითონ გაეკეთებინა ეს თავისი ხელით შეეჭამა აბზალური იყო და არ მიიღო ღმერთისაგან როგორც წყალობა და საჩუქა. მაგრამ როდესაც დაეცა შემდეგ რა გააკეთა? პირველი რეაქცია რა იყო? თავის თავში კი არ დაიწყო მიზეზი ძიების არის გამოც მოხდა ეს კატასტროფა უსამართლოა. არამედ დაიწყო გადაბრალება სხვაზე, ანუ საკუთარი თავის გარეთ ხედავს დამნაშავეს. არის იდეოლოგიის არსი ესაა. აი ნახე, სხვადასხვა ისტორიულ გარემოში, სხვადასხვა ისტორიულ პირობებში მეორდება ეს იდეოლოგიისათვის დამახასიათებელი ორი მთავარი პრინციპი. მე გავაკეთებ, მივახცებ ყველაფერს საკუთარი ძალებით და ამას შევძლებ როგორ? ჩემს გარეთ არსებული ბოროტების წინააღმდეგ გავაკეთებ ორგანიზებას ძალებისას, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, კულტურული თვალსაჩინო. აი ეს არის იდეოლოგიის არსი. მე თვითონ დავამარცხებ ბოროტების წყაროს, რომელიც ჩემს გარეთაა და მივახცებ ყველაფერს ჩემი თავით. ესეთი რაღაც იბადება რელიგიაში. ეს ჩვენ ვქვით, რომ აი როდესაც ანგელოზების დაცემაზე ვსაუბრობთ, რომ ეს სატანისტური ცოდვის მთელი ანატომია ამაში. მოინდომო სიკეთის კეთება ღმერთისაგან დამოუკიდებლად ღმერთის გარეშე. ყველაფერი მოყვება ამას. აი ცნობილი ანტაზაგითარი ლათინური, რომ ჯოჯოხეთისაკენ მიმავალი გზა კეთილი სურლებით არის მოგეწონილი. ასე მიგიზა. ეს ყველაზე დიდი დანაშაულია ქრისტიანობის წინააღმდეგ. ჩვენ დავაკვირდეთ ქრისტიანული მესიჯი რა არის. რამდენიმე უმთავრესი მესიჯია, რაც ქრისტიანობა მოიტანა, რითაც განსხვავდება ის სხვა რელიგიებისგან. პირველი უმთავრესი მესიჯი რა არის ქრისტიანობის, რომ ღმერთი არის სრულყოფილი სიყვარული და ქმნის ადამიანს არაფრისაგან, ხომ? სამყაროს ადამიანს. ანუ ღმერთი სრულყოფილი და ყოვლის შემძლე ქმნის ყველაზე დიდს, რა არის ყველაზე დიდი თნილი ღმერთები. ადამიანი შექმნილია როგორც თნილი ღმერთი მადლისმიერად, არა როგორც ჩვეულებრივი ადამიანი არის მადლისმიერთან ესე. მეორე რა არის? ადამიანი რომ განიხთოს ღმერთისაგან თავის თავში უნდა მის შინაგან სამყაროში უნდა ჩაუღორმავდეს თავს და ღმერთს დაინახა გულის სიწმინდეში. ღმერთმა როგორც სრულყოფილმა შემოქმედა ესე შექმნა ადამიანი, რომელიც არის სრულყოფილი სარკე, რომელშიც ყველაზე კარგად აირეკლება ღმერთი. ღმერთი საკუთარ თავში, საკუთარ გულში უნდა ვეძიო და გულის სიწმინდეში. და ღმერთის მერი ხელი. ეს არის მეორე მესიჯი ქრისტიანობის და მესამე. ეს არის რომ ადამიანის ახლანდელი მდგომარეობა არის ძალიან კრიტიკული. ძალიან მძიმე. იმდენად მძიმეა, რომ ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე ჯვარს იცვა. ბატონო წარმოგვიდგეთ. ეს რომ ჩვეულებრივი მოვლენა ჩვეულებრივი პრობლემა ყოფილიყო ადამიანის გარშემო. მაშინ რა ღმერთი ვერ გამოაგზავნებდა ბრძენ ადამიანს, მჭკრიანს, ან ენერგიულს, ან ასე შემდეგ, როცა შეეძლებოდა პრობლემის გადაჭრა. თვითონ მოვიდა და იტანა. ადამიანს უჭირდება ოპერაცია და ხშირად ჩამოყავთ დიდი ან უცხოეთში მიყავთ, ან დიდი ქირურგი ჩამოყავთ აქ უცხოეთიდან. რატომ აკეთებენ ამის? თუ ახლა შეუძლია ამის გაკეთება. აი ეს ღმერთი რატო ჩამოვიდა დედამიწაზე, ამით გვანიშნა, რომ ადამიანებს აქვს ძალიან დიდი პრობლემა. რა პრობლემაა? თვითონ ბოროტება, შინაგანი პრობლემაა ეს არის. ჩვენ გარკვეულ ბოროტებას ჩვენ შიგნით არ შემიძლია მისი განკურნება. ბოროტების წყაროობა ჩვენს გარეთ იყოს, მაშინ ადამიანი ამას მოუვლიდა, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ისტორია, ცივილიზაციის და კულტურის ისტორია რა არის? ეს არის დახელოვნება, როგორ დაიმორჩილოს სხვა ადამიანები. ამაში ვაკეთებთ საუკეთესოდ. ერთადერთი ჩვენ რაც არ შეგვიძლია ეს არის ჩაუღრმავდეთ სოროს და ვებრძოლოთ იმ სოროს, რომელშიც ჩვენშია ჩვენ შინაგან ბუნებაში ჩვენში. აი ამ ესახეულია და ამიტომ უნდა ღმერთი რომ ჯვარზე ეცვა რა გვიჩვენა ამით.
ჩვენ ამაზე ადრე გავყვეთ პირველი რომ ნებისმიერი ცოლო ისი არსი ასე რომ ბოლო გაჩერება რა ეს არის ღმერთის წინააღმდეგ უწოდა და ღმერთის ჯვარცმა სიძულვილი ღმერთის ამაში ვერ ვაფხობთ ხანდასაბედნიერად და ისინი სკივინს პირდაპირ აცვა ღმერთი ჯვარზე მათსეც კი ლოცულობს უფალი ღმერთო შენ მამა ღმერთ შეუნდიდო არიციან ასაკეთებ ჩვენ არ ვიცით ცოდვის თელი სიღრმე რა ცოდვის თელი სიღრმე მდგომარეობს იმაში რომ როგორიც არ უნდა ვიყოთ გარეგნულად როგორაც არ უნდა გამოიყენებოდოთ ყველა ცოდვა ეს არის ღმერთის კვლევა ღმერთის წინააღმდეგ წასვლა ამას ვაცნობიერებ თუ არა თავის სიღრმეში და მეორე იმისაც რომ ადამიანი გადარჩეს უნდა ჯვარს ეცვას ანუ ეს არის ძალიან მძიმე ბრძოლა შინაგანი საკუთართან ეცემა უნდა ლაპარაკო ვერავინ ვერ შევა საფასასოფელში თუ ჯვარს არ დაეკრა ფიზიკურად არამედ ეკცოლა საკუთარ ნერვებს უნდა მოხდეს ღმერთის დახმარებით ღმერთის გარეშე არ შეუძლია ადამიანს არაფერს გაკეთება წარმოგიდგენთ ჩვენ შექმნილი ვართ იმისათვის რომ ასე ვთქვათ ღმერთის ჰაერით ვისუნთქო და ესე ვიცხოვი აი ვიშილეთ ჩვენ ავტომანქანად ძალიან რაც უნდა ძვირფასი იყოს ამდენიც არ უნდა გადავიხალოთ ამ ავტომანქანაში თუ მასში არ ჩავასხავთ საწავს რომელიც მანქანაში ავტომანქანის ხმარ ეკუთვნის ისე ვერ გაიღვიძა და თავის მანქანობას თავის დანიშნულებას ვერ შეასრულებს აი ადამიანის ესეა როგორი დახოცების არ უნდა იყოს ბიოლოგიურად ინტელექტუალურად ყველანაირად ადამიანი ვერ ადამიანობს ღმერთის გარეშე აი რაღაცა აი ხვითავები როარია წყლის ქვეშ არის თუ არ მიაწოდე ზემოდან ხაი არის მოკვდება და ვაფშე გააკეთებს ხო აი ზუსტად ესეა ადამიანი როდესაც ქრისტე ლაპარაკობს ვინ ჩემთან არის არ მოკვდება არ ნახავს სიკვდილს ვინც ჩემთან არ არის ის მკვდარია ამას გულისხმობს გულისხმობს ჩვენი სულის სიკვდილს ან სიცოცხლეს რომელიც ნიშნავს რას ღმერთის მადლთან ურთიერთობას აი იონიოკოპი რომელიც აღდომადა სად არის სიკვდილო შენი საწერტენჯო ასე ლაპარაკობს სიკვდილი დამარცხა ეს იმას කියන්නේ რომ ფიზიკურად აღარ მოკვდები ადამიანი არამედ დაამარცხა სიკვდილი ანუ ის უზარმაზარი კედელი რომელიც ადამიანს აშორებდა ღმერთისგან აი ეს არის ქრისტიანობა ყველა რელიგიური იდეოლოგია აი ამ უზარმაზარი ჭეშმარიტებების წინააღმდეგაა მიმართული ეს იბადება რელიგიის წიაღში რაც უფრო ახლოს ახალ ღმერთთან და იდეოლოგია მით უფრო საშიშია ყველაზე დიდი ბოროტება რინ გააკეთა ფარისეულებმა მეძალები ცოდვის მეტი რა იყო ისრაელში როცა ქრისტე მოვიდა მკვლელები, მეძავები, უამრავი ხალხი, მაგრამ ყველაზე დიდი ცოდა ვინჩაიდა ის, ვინცაც პრეტენზია ჰქონდა ღმერთთან ყველაზე ახლოს. ეს იყო ფარისევლები, რომლებიც გარეგნულად სერვიცებით იცავდნენ წესებს და ფარისევლები ზუსტად პირველი გამოკვეთილი რელიგიური იდეოლოგია. რას? ჩვენ რომ ლაპარაკობთ იდეოლოგიას, რომელიც ყალიბდება სეკულარულ სივრცეში იქნება თუ რელიგიურ გარემოში იქნება, აი ეს ორი მთავარი კიდე ხალხს უსამა ორი მთავარი ვექტორია. ეს არის რომ მე ღმერთის გარეშე შევასრულებ გავაკეთებ საქმეს დავამყარებ სამოთხეს დედამიწაზე ადამიანებს შორის ჰარმონიას წესრიგს ესე პირველი და მეორე ბოროტება არის ჩემს გარეთ და უნდა მოვახერხო რომ რაც შეიძლება ეფექტურად წვრიანურად გონიურად ვებრძოლო და ბოროტებას რომელიც ჩემს გარეთ მაგრამ ესე როგორ ხორციელდება ეს სამკეულ რელიგიებში დამოკიდებულია თვითონ ამ რელიგიის ხასიათზე ეს ორი ფუნდამენტალური შეცდომა სხვადასხვანაირ ფორმას იღებს სხვადასხვა რელიგიაში. ამიტომ ეს რაღაც საკეთებია. ყველა ტიპის რელიგიას, ჩვენაში ვიძლებთ რომ ჩავუტოვოთ. ყველა ტიპის რელიგიას ყოფენ ორი ტიპის რელიგიები. ჩვენ ამაზე გვექიმოს ახლა. აი, ალბათ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ისლამზე და იუდაიზმზე და ისლამს. თორე იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა ერთი ტიპის რელიგიები, რაღაცნაირ ძალიან გავს ერთმანეთს. ამ სამ რელიგიას უწოდებენ ხშირად აბრაამისტურ რელიგიებს ან კრეაციონისტურ რელიგიებს. აი გულისხმობა ერთად კრეაციო არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს კნილებას. აი ეს სამი რელიგია, იუდაიზმი, ქრისტიანობა და ისლამი ეფუძნება ძველი აღთქმის ტექსტებს, სადაც შესაქმეზეა საუბარი. ზუსტად მკითხულობს ამასობია, მახინჯებს ამაზე მერევით. და კრეაციონიზმი რას ლაპარაკობს არის მოდელი. ღმერთი, რომელიც სრულყოფილი პიროვნება, პირველის ღმერთის პიროვნება ღვთაები და ყოველგვარი იძულების გარეშე, ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ქმნის სამყაროს და მარჩულის ადამიანს დაყრდნობით. აი ჩვენ ვამბობ ადამიანისთვის ბუნებრივი აუცილებლობა დაიზარდოს, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ვიზრდებით სულკალ. წყალს ვიყვებით და ეს არის შესაძლოა დამოკიდებული. მაგრამ ადამიანი გააჩენს თუ არა შვილს ეს მიზნებაზე დამოკიდებული. აუცილებელი არის კაცრი ლოგიკური და ბიოლოგიური აუცილებლობა, რომ ადამიანს აუცილებლად ხავდეს შვილი თქოს გააჩენს, ორი არ გააჩენს. აი ვამბობ თქვა არქიტექტორია ადამიანი არ არის ლოგიკურად აუცილებელი აუცილებლად სახლი ააშენოს ხომ. ის ნებაზე დამოკიდებული შეთესია ღმერთი კრეაციონის ფონენშანს. ღმერთმა
თავისინები, თავისუფალინებით შექმნა ეს სამყარო და შექმნა მათ შორის ადამიანები. ეს სამი რელიგია ამაზე საუბრობს და მეორე კიდე რა არის. კიდე გითხარით რომ სამ რელიგიას ეძახიან აბრაამისტურ რელიგიას. რატო ეძახიან აბრაამისტურ რელიგიას? ამხდა აბრაამის ცხოვრებაში გამორჩეულ ღმერთმა დადო აბრაამთან კონტრაქტი. ანუ ახმა ნიშნავს კონტრაქტს. ღმერთი ეცხადება ადამიანს. ღმერთი პატივს მეორე თავისუფალ პიროვნებას როგორც თვითონაა. და დევს მასთან თანამდებობრივად კონტრაქტს. აი წარმოგიდგენთ ჩვენ ლაპარაკობთ აი კრეაციონისტურ რელიგიას რას ამბობს ღმერთი როგორც გითხარით ღმერთი არის თავისუფალი არსება და არაფრისაგან ex nihilo შექმნა ადამიანი რას ნიშნავს ეს რომ არაფრისაგან არ შექმნილი ადამიანი ეს მას ნიშნავს რომ ადამიანი არ არის ღმერთის განძილება ღმერთის შტილი აი როგორც სხვა ტიპის რელიგიებში ნახავთ ჩვენ დამოუკიდებელი ვართ ღმერთისაგან ჩვენი ონტოლოგიით ანუ არსებობით აი როცა შექმნა ღმერთმა ჩვენ შეგვიძლია ჩვენ გავჩერდეთ და როგორც კი შექმნა ღმერთმა შექმნა როგორც თავისუფალი ადამიანი თავისუფლება ნიშნავს რას რომ შენი ცხოვრება განსხვავდება ღმერთის ცხოვრებისგან ჩვენ რომ ავაშენოთ სახლი და მთელი ცხოვრება სახლში ვიცხოვროთ მაინც ჩვენ და სახლის სხვადასხვა ადამიანი გააჩენს შვილს შეიძლება შვილს მთელი ცხოვრება უვლის მაგრამ შვილის ცხოვრება და მისი ცხოვრება სხვადასხვაა ეს კრეაციონიზმი ამას გულისხმობს რომ ღმერთი და ჩვენ განსხვავებული პიროვნებები ვართ ორივე თავისუფალი ჩვენ რატო თავისუფალი ვართ შეგვიძლია ავირჩიოთ რომ ღმერთის ნებას დავემორჩილოთ ასევე შეგვიძლია რომ ღმერთის ნება განმარტება გავუწევთ აქედან გამომდინარე ჩვენ როგორც ქმნილება ex nihilo ვართ რეალურად თავისუფალი და სიკეთე და ბოროტება არსებობს რეალურად მატარებელი ვართ ჩვენ თავში ან სიკეთის ძალის ან ბოროტება შეიძლება იყოს კი ვიცით რომ ბოროტება სუბსტანციალობა არ აქვს შემთხვევითია სამყაროში მაგრამ რეალური ძალა ძალიან აგრესიული ძალა და შემოვიწროებელი თუმცა არ აქვს სუბსტანციალობა ღმერთს ამჩნდებოდა თავის მიზნების განხორციელებაში ბოროტების ასეულობა ადამიანმა შემოიტანა ღმერთს შეუქმნია ბოროტება ნახოთ რა არის აი წარმოგიდგენთ როგორც გითხარით აი ეს სამივე რელიგია რატი აბრაამისტური რელიგია აი სულსაფრის შინაარსი და სამივე რელიგია არის კონტრაქტული ტიპის რელიგია ანუ ღმერთი ეცხადება თავისუფალ ადამიანს და თავაზობს სიკეთეს იმისთვის რომ შენ ეზიარო ის სიკეთე რომელიც ნემა აი ასე უნდა გააკეთო აი როგორც სამსახურში რომ დიხარ კონტაქტს გიდებენ თქვენი მუშაობთ ასე ამას გააკეთეთ და მიიღოთ ხერხას ამის საპასუხოდ ღმერთიც ესე ელაპარაკებთ ეს უთით პატივისცემის ფორმა ორი თავისუფალ ადამიანს არ შეუძლია ერთმანეთთან ურთიერთობა და თუნდაც არ იქნა ურთიერთგაბინა პატივისცემა და კონტრაქტი ასე ვთქვათ თანამედროვე ტერმინი შეიძლება ცოტა ყურში ვხვდებათ ეს ტერმინი მაგრამ აღქმა არსით ამას ნიშნავს ეს არის სამო მაგრამ ქრისტიანობა განსხვავდება მაინც ისლამისა და იუდაიზმით რომ მხოლოდ კონტრაქტული არა ჩვენ ქრისტიანობის მესიჯი რას გვეუბნება რა გითხარით დასაწყისში რომ ღმერთმა შექმნა ადამიანი გახდოვისთვის იმისთვის კი არ შექმნა აი როგორც იუდაიზმი და ისლამი ლაპარაკში კანონის მორჩილი ყოფილიყავი კარგი ადამიანი ყოფილიყავი ამას არ შეუქმნა ჩვენ შექმნა ის რომ მაგდისმიერი ღმერთი გამختارიყო უფრო დიდი სამოთხეში რო შეიყვანა ადამიანს არაფერი ცოდვა არ ჰქონდა იქ სამოთხეში რო შევიდა მაგრამ დაუწესა წესები მარხვა რატომ დაუწესა იმიტომ ანიშნო შენ უფრო დიდისთვის ხარ შექმნილი ვიდრე ეს ფიზიკური სამოთხეა შენ და იყო გასწრებული ვარ დაიარო წყალს როგორც თვითონ აი პეტრეს თხოვს აღადგინო მტარ როგორც ეს ამას ეუბნება თქვენ წვენა გქონდეს მტარს აღადგენდით ხო მართას და მარიამს და ეს ღმერთი თუნდაც ღვთისმშობელი და წინაგები ცხოვრობენ ადამიანები არიან ცხოვრობენ როგორც ღმერთი აი ამისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი და ეს შესაძლებელი ხდება როდესაც ღმერთთან თანამოქმედება ეს სინერგიული რელიგიაა ქრისტიანობა აი წინამები ამბობენ დასაწყისში ადამიანი ღმერთის მონა შიშთანათებს რაღაც მე ხდება მონის მე ხდება დაქირავებული მუშაკი ანუ შეიძლება სიკეთეს აკეთებ და ბოროტებას გაუგე შიშის გამო მე ელოდება სიკეთეს ღმერთისაგან მაგრამ ბოლოს ხდება მეგობარი მეგობრობა რა არის ნამდვილი მეგობრობა ეს არის საერთო სიყვარულის საგნის ფორმა ადამიანი თანამსახურებენ რაღაც იდეას ეს არის მეგობრობის საუკეთესო განდება ღმერთმა მოუწოდა ადამიანს შენი მეგობარი უნდა გახდე ასეთი პატივისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანს ეს ქრისტიანობაში სხვა რა გააკეთა ესე რომ ჩვენ ადამიანი რომ განიწყოს ამის საფუძველი რა არის ღმერთი განკასტა ადამიანი განდა და სხვა რელიგიაში ესე არა აი ქრისტე როგორ გეუბნება იმისაც რომ შენ გახდე როგორც ღმერთი შინაგანად უნდა გადაიქცე ახალი ადამიანი გახდე შენ ეს გზა ეს არის ჯვარცმის გზა ადამიანს ძალიან მწვნევრო ებრძოლო საკუთარ უნივერსიტეტთან და სხვა ამ ეს გახდა სინერგიული არა კონტრაქტული კი აღარაა ქრისტიანობა არამედ არის სინერგიული რელიგია ანუ თანაცხოვრება აი ზუსტად ეს სიტყვა თანაცხოვრება თანამშრომლობა თანამოქმედება ღმერთთან აი სინერგია ამას ნიშნავს და ისლამი და იუდაიზმი რა ისლამი და იუდაიზმი დარჩა კონტრაქტის დონეზე რატო? იმიტომ რომ იუდეველებმა არ მიიღეს განკაცებული ღმერთი. იუდეველები არ ეროდებოდნენ ასეთ მესიას კერებდა იესო ქრისტე მოვიდა ეთქვა შინაგანად ებრძოლა შენელებს არა ეს ეროდებოდნენ მესიას პოლიტიკურ ლიდერს ამას ვიტყვი რომელიც გააბატონებდა იუდეველებს თელ სამყაროზე და ეს რა მესიაა თქოს
ამიტომ არ მიიღეს განკაცებული ღმერთი. და ისლამში ეს წარმოუდგენლად თქვენ რომ მუსულმანს უთხრათ რომ ალაჰი განკაცდება, ალბათ მოკლავთ. იმიტომ რომ ამას მიიღებს როგორც ალოქის შეურაცხყოფას, როგორ შეიძლება ღმერთი გახდეს ადამიანი. ამიტომ ისინი დარჩენ კონტრაქტულ დონეზე. კონტრაქტის დონე რას ნიშნავს? კონტრაქტი ნიშნავს რას? რომ შენ ღმერთისაგან მოცემულ ცნებებს არასდროს მთელი მათი რელიგიური ენერგია ისლამში და ბუდიზმში გადასული არ არის. არა იმაზე რომ მათი შინაგანად გარდაიქმნას, არამედ დაამყაროს წესრიგი მის სოციალურ ყოფაში, გარეშე ყოფაში, ღმერთის ცნებებით. ანუ რა ეს რასახის დაარკვევა, რომ შეიძლება შარიათი ერკვევა ამას თუ მოსეს ჯული. ამას არ განსხვავება. ორივე ხალხი იუდეველი და ისლამის მიმდევარი მუსულმანის ღმერთის სახელით დაამყაროს წესრიგი დედამიწის საზოგადოების სოციალური და პოლიტიკური მოწყობის რელიგიური იდეალი. ისინი თავისავს კი არ მერჩო ნახო, კი არ ებრძვიან და გარდაქმნიან. არამედ გარეშე წესი და ქრისტიანობა რას გეუბნება? პირველი ქრისტემ რა თქვა რომ მოვიდა რომ მიეცით კეისრისა კეისარს ღვთისმეტყველო წესრიგი კეისარისაკია. და არ მოსამართლეთან დაუდგაო ძმას ხომ? და პილატესაც უთხრა რომ ჩემი მეუფება არ არის უფლისა. ეს კეისარმა უნდა შენ სოდული ხარ თუ მორწმუნე ხარ თუ ურწმუნე ხარ წესრიგი ჭირდება ყველას ამას გააკეთებს კეისარი. შეუძლია ადამიანების დამორჩილება, წესრიგის დამყარება, ამაში ადამიანები ძალიან ეფექტურები არიან. ღმერთი ეძებს შინაგან გადაქმნას, ეს შეიძლება ქრისტეს მაგლის ეკლესიის და საიდუმლოების გარეშე. ამას ამ რელიგიებში ეს არის, ამიტომაა რომ თქვენ მუსულმანებთან და ისლამში და იუდაიზმში განყოფილი არ არის სეკულარული და რელიგიური სივრცე. ძალიან პოლიტიზირებული რელიგიებია. იმიტომ რომ ისინი თავის ინსტრუმენტს რელიგიური მიზნების მისაღწევ ხედავენ პოლიტიკაში. აი ამაზე ინდა ვისაუბრ. ძალიან გავს ამით ისლამი და იუდაიზმი ერთმანეთს, მაგრამ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ერთმანეთთან სასიცოცხლო გადაკიდებული რელიგიებია და შეთხოთია. მე ხამდე უნდა მეთქვა ორი ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნა და გავაკეთოთ. როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ იუდაიზმზე და ისლამზე, იუდაიზმში არის გულისხმობა ძველი აღთქმის რელიგია. ძველი აღთქმის რელიგია ღვთისმეტყველებია. ღმერთის გამოცხადებებს ეფუძნება და ძველი აღთქმის არსი რა არის მესიის მოლოდინი, ადამიანების მომზადება მესიის მისაღებად. მაგრამ ადამიანებს ეს ცუდად გაიგეს და სხვა მე წარმოუდგენთ მესია. იუდაიზმზე, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ, ამას ლიტერატურაში არის გავრცელებული, ეს არის მეორე ტაძრის შემდეგ დროინდელი იუდაიზმი. ანუ მას შემდეგ რაც არ მიიღეს იესო ქრისტემ დაინგრა ტაძარი, ღვთისმსახურება აღარ. ეს რაბინისტური იუდაიზმი. რაბინისტური იუდაიზმი არის ქრისტიანობის პარალელური რელიგია, როგორც მაგალითად ბუდიზმი და ინდუიზმი არის. ეს არის შეგნებულად ანტიქრისტიანული რელიგია. უპირისპირდება და ებრძვის ქრისტიანებს, ამიტომ ქრისტიანები აღიარებენ მესიას, და ისინი იმ მესიას არ აღიარებენ. ქრისტეს არ ეძახიან ღმერთს. ისინი ეძღვებიან სხვას. თავად მესიას, რომელიც ქრისტიანულ თვალსაზრისით არის ქრისტეს მტერი. ანტიქრისტი. ამიტომ იუდაიზმი, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობთ, კიდევ მეორე ეს არის ქრისტეს ჯვარცის შემდეგ დროინდელი რაბინული იუდაიზმი, ანუ მეორე ტაძრის შემდეგ დროინდელი. ანტიქრისტიანული რელიგია და ისლამიც ესეა. ისლამი არის ნეიტრალური რელიგია ქრისტიანობის წინააღმდეგ ებრძვის ქრისტეს ღვთაებრივობის სწავლებას. ლაპარაკობს რომ ქრისტე ერთ-ერთი მოციქულთაგანია და არა ღმერთი. ლაპარაკობენ გაიგონებ იესოს და იმას ქრისტესს ლაპარაკობენ, ღვთისმშობელზეც ლაპარაკობენ, მეორეს მოსვლაზეც ლაპარაკობენ, მაგრამ ამის უკან დებენ რადიკალურად განსხვავებულ ანტიქრისტიანულ ქრისტიანობასთან დაპირისპირებულ საზრდოებს. მეორე შეშალა მე არ უნდა გავიგო, როცა ლაპარაკობთ იუდაიზმზე და ისლამზე, რომ აკრიტიკებენ მუსულმანებს და იუდევრებს, არამცდარობს. ეს ორი განსხვავებული რაღაცაა. ჩვენ ვარ ქრისტიანები, მაგრამ ზოგი ესეთი ქრისტიანები ვართ, რომ ვარცხნ ქრისტიანობის სახელს, ხო? სულ სხვადასხვა რელიგია სხვა და ხალხი სხვა. ეს თოცა საერთოდ პოლიტიკა იუდაიზმის მიმართ არამცდარად ვრცელდება ებრაელებზე თუ ებრაელები ეს უფრო სხვა ეთნიკური და ნაციონალური კატეგორიაა და არა რელიგიური. იუდაიზმი რელიგიური კატეგორიაა და ისიც განსაკუთრებულ გაგებაზე ვსაუბრობთ ამ რელიგიას და ისლამის შემთხვევაში მუსულმანი შეიძლება პიროვნება ძალიან კარგია. ბევრად აღემატებოდეს იმ რწმენას, რომელსაც ოფიციალურად აღიარებს. ასე რაღაცა ქრისტიანობაში ხდება კალვინისტებს შორის უამრავი ადამიანია, რომელიც პიროვნულად გაცილებით უფრო მაღლად დგას, ვიდრე კალვინიზმის ოფიციალური მოძღვრება. შეიძლება ადამიანი ამდენით რომელიმე რელიგიისა უფრო მაღლა იდრეს, ვიდრე ის დამახინჯებული რელიგია და. აი გადავიდეთ რაში ნიშნავდება აი ამ ორი რელიგიის პოლიტიკური ხასიათი. აი პოლიტიზირება. პირველი ეს არის როგორი ფორმით პოლიტიკა, აი ამ პოლიტიკური ინსტრუმენტებით ბრძოლა აი ამ პოლიტიკის სინამდვილე. როგორ გადავაყურეთ რაში რომანოს იუდაიზმის არსი, აი ამაზე განსხვავებული ქრისტიანობის. რასმა ვენიდო ჩვენ თუ ეს საშიშროება ჩვენ ხდება და მე არ ვიცი ზოგადად შევიტანო. იუდეველმა
დაიყვეს ჩვენ რაბინული იუდაიზმის თავისი ტრაგედია რა. ის რომ მერტი მოვიდა ცოცხალი ღმერთი, განკაცებული და არ მიიღეს. რა ხდება ამას? გასაკეთებს ადამიანს ეჭეშმარიტ ინფორმაცია უყურა. იწყებს საფრანგ ღმერთის შექმნას. ანუ თაყვანისება ეს არის ზუსტად. პავლეს ლაპარაკობს კეთაღამოსების არსი, ეს არის ილების გაღმერთება. და რა დააღმერთეს იუდეველმა თქვენი აზრით? აი, მოსული ღმერთი ხო ნამდვილი ღმერთი ის მე ვიყავს და დააღმერთეს სადაც. რა სამნაირი გაგაბი. უნდა ნახო იოანე ნათლისმცემელი რას ელაპარაკება. იოანე ნათლისმცემელთან მიდიან სინანულის, სინანული ნიშნავს აღია შემცოდორ თავარი რა. მიდიან მოსანათ რა იოანე ნათლისმცემელი თვითონ ამას არის თქვენ ამიტომ ასწრებს იოანე ნათლისმცემელი და ეუბნება რა თქვენი თავროცონ როგორც კი დაინახა იერუსალიმიდან მოდიან ფარისევლები და მწიგნობრები. სიმდები რას ეკხოს ვაითქვე და ნაშოვნო იქებნეთ ანუ ვინ გასავლა თქვენო დაეგცეთ რისხვას რომ აბრაამის შთამომავლა ფიზგან აღადგეს ღმერთი რა უყურა ესეთ სიტყვები იქერდნენ რას ნიშნავს იქერდნენ ხო გველის სახე როცა იბადებოდნენ აი ამ გველის სიცილეო ჭამენ როდესაც რომ არსებობ რა გასაკეთებენ ჭამენ დედის მუცელს დედის ხორბლავან დედას განუშვიდან და ასე იწყებენ ცხოვრებას იქებდნენ კვდება და ამით შვილები იწყებენ ასე უნება იუდეველებს იქებნეს ნაშოვნი ანუ რა თქვენ რომ მოგეცათ წმენა ჯული სიყვარულის სასწავლებლად რომ მესია მიგეღოთ ეს განუშვინეთ დატოვეთ მარტო გარეკანი გველის ხავი გარემული წესები და შინაგანი რაც მთავარია სიყვარული ფულის დახმარება მესიის მოლოდინი ეს რაღაც ასმენ გესწავლათ ის უკუაგდეთ და მე რეუნება მთავარს ხენ ფიქრობთ რომ პრივილეგიები და უპირატესობა გაქვთ მხოლოდ იმიტომ რომ აბრაამის ხორცელი შთამომავალი ხარ და ღმერთი ოქრებისგან აღადგენს აბრაამის შთამომავალს მოიყვანს ეს არ შეიძლება იყოს თქვენი სიკადულე რატო ეუბნება იოანე ნათლისმცემელი თუ იცის პროგრამებიც არის რა ისი სიკადული აქვს იუდეველს შეულებელს იმიტომ აბრაამის შთამომავალია იესო ქრისტე ეუბნება რომ ისო შეინაერთო ბოროტებაო და თუ კი თავს დაანებეთ ბოროტებას განთავისუფლდნენ თო ბოროტება ამუნებს ცოდოთ ის ცოდისაგან განთავისუფლება ის ცოდოსაგან დაიცნის თავს ის განთავისუფლდება ხო და რა თავისუფლებაზე გოლაპარაკობთ ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ ესე მაგრამ ამისულობას უკავშირებენ ხორცელეს შთამომავლობას აბრაამის ესე ამბობენ როდესაც მერзმა განკულა არტი კეთროა საშინელი დაავადება საშინელი რამათუ კიდევ იყო საზოგადოებიდან ანგდებდნენ ხო საშინელი ტანჯვა და ყველას ეზიზღერებოდა და ცხოვრებები ცხოვრობდნენ განკულა არტი კეთროვანო ერთი მოვიდა მარტო უთხრომადობა 9 შეაცია ზოგი თვითონ რატო გააკეთეს ეს იმიტომ ის ხარ უდეველი იყო და ფრესა ჩვენ რეკოგნის ესე გააკეთეთ აბრაამის შთამომავალი ის მინ დაბრუნდა ის ხო სამარიტელი იუდეველების სიამაყე და გასმერთებული ყავდათ რა მამაბათი წინაპრები მათი ნაციონალური სახელმწიფო და მათი ტაძარი. ქრისტეს ნამდვილი ხენა ცოტა გადაენტერა შაბათს არბა. ღმერთი ეუბნება ხაწო ღმერთია უდავარ და არაფერი მამაპავლეს წესების გადმოცემა ხო მამაპავალთა სახელით გადაენტერა ღმერთს და მომდობის ჯვარს. კიდე რატო ინტერებია? თქვენ რომ ტაძარს დავანგრეო თავის ხელზე ლაპარაკობდა მაგრამ როგორ გამდედა ამ კაცს რომ ტაძარის დანგრევაზე გახმრდებული ხართ. აი კაიაფომაც თქვა ეს კაცი რომ ქრისტეს ლაპარაკობს იმდეს სასწაულს აკეთებსო. რომელები მოვლენ რომ მიაქცევენ ყურადღებას და საშინელი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი ხალხი. და ქრისტეს რომ უნდა ჯვარზე ეცოს, რა თქვა, კაი ხომ ეს ცნობილი ოთხი სახარება უსვამს ხალხს. ჯობია ეს კაცი მოკვდეს ერის სახელზე. მათი ღმერთი ერი მამაპაპების შეუძლება და ტაძარია. და არა იესო ქრისტე. სხვა კერპი გააღვიძეს. აი როგორ უნდა ეხლა აი თქვენ სამსარი რაღაცა ხდება. აი თქვენ დავაკვირდეთ ქრისტიანს. ჩვენ ქრისტიანული თეოლოგია რა აი რომ კითხოთ ეკლესიის ისტორია აი ეს ინტელექტუალური და სულიერი დაძაბულობა რატო ხდება მასკამათოს და რას ეძიებს მართლმადიდებლები ეძებს როგორია ღმერთი ეს შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება რაზე მიდის იქ საუბარი მიდის როგორია იესო ქრისტე როგორია სამება თქვა აი ხათა როგორ და თაყვანის ღმერთს და ასე შემდეგ აი ესა ჩვენი სულიერი ქრისტიანის სულიერი ცხოვრების ცენტრი ეს არის გაიგო როგორია ქრისტე სოლის სწავლება კონდეს მასე მართლმადიდებლობა სხვა გადიდოს ეს არის იუდეველების არაფერში კარი. ერთიანის არაიმი დაყვარო, ერთიანის სწავლებაა ღმერთი როგორია. აი თავის რო კითხულო, ღმერთზე გვერდ წერიან ერთმანეთს სულად გასწავლების სწავლება, ეს არაცხო. ერთიანის სწავლება არ აქვს იმის შესახებ, გარდაცვალების შემდეგ ინდივიდუალური სული დარჩენდება თუ არა. სამხედავთ ამას, ისევ წინა წერილში ვხედავთ ეს ადამიანების გამოგონილი ისტორიისგან კი არის ისტორიკოსებისგან, თუმცა ისტორიკოსებიც არის, რა იოსებ ფლავიუსი ერთ ყველაზე სანდო ისტორიკოსია ის წერია. მოციქულთა საქმეში წერია. ყამაყობდნენ ფარისევლები და იუდეველები ფარისევლებს სწავლდათ რომ გარდაცვალების შემდეგ ინდივიდუალური სული სინათლის ადამიანი აღზევს ხოლმე სამოკლეები მდემთავრები იყვნენ კლერის პარტია ჩვეულებრივ ხალხად ისინი ვართ
ასევე აი განსხვავებული სწავლება რადიკალურად ადამიანის გარდაცვალების შემდეგ სულ საემართება. ზოგი ფიქრობდა, აი როგორც ჩვენს გავსოთ, რომ ადამიანი რო გარდაიცვალება, მიდის ჯოჯოხეთში სამოთხეში, ერთხმეოდეს ადამიანი დედამიწას. მაგრამ იყო ადამიანები ბევრი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ადამიანი რო გარდაიცვალება, მისი სული გადადის სხვა ადამიანის სხეულში. საიდან ეს? აი, ცოტა როდესაც მოწაფეები მოდიან იესო ქრისტესთან ერთად დაინახავენ დაბადებით ბრმას. და ეკითხებიან, მოწაფე ეკითხება, ვიდან გავრცელებული იყო ეს, რომ ზოგიერთი ქრისტეს მოწაფეც კი გახდა. და რას უფროს ასე უნდა ნახეთ ქრისტეს ასე ეკითხება. აი ეს ბრმა რო არის დაბადებულიო, მის თვითონ შესულა თუ მითანხმებლებმა. თუ ადამიანი დაბადებით ბრმა არის, თვითონ როგორ მოასწრდა ცოდვაში ჩადენას, თუ შენ არ გწამს რომ დაბადებოდეთ მანამდე ცხოვრება. აი წინა ცხოვრებაში შეიგინო ცოდვა. ხო ამ კითხვას აზრი არ აქვს ეს. აი მეუღლეს რომ მივიდნენ აი როდესაც ელაპარაკებენ იესო ქრისტესზე, ესო ის ხო არ არის ისო იოანე ნათლისმცემელი, რომელიც თომასაც თან მოუკვეთეს. ის როდესაც წავს, გარდაცვალების შემდეგ შეიძლება სული დაბრუნდეს სხვა სხეულში. ეს რატომ გეუბნებით აქ? ეს ფუნდამენტალური მომენტები არ აინტერესებს. აბა მაშინ იუდეველისთვის ქრება შაბათის დაუღება თუ არა, ან მესია ნოვა თუ არა. ამაზე არ კამათო, რაც აწყობ, თვითონ იმაზე არ კამათო, რაც მათთვის მეორე მნიშვნელოვანი, იმაზე ის მნიშვნელოვანი ხავ თავის და. როგორ უნდა დავაკვირდეთ კიდევ ადამიანი რას აფასებს ყველაზე მეტად რაში უნდა როგორ უნდა დააკვირდე რას დღესასწაულობს და რას გლოვობს ყველაზე აი დაგვეცე ქრისტიანები რას დღესასწაულობენ ჩვენთან ყველაზე დიდი დღესასწაული ეს არის აღქმა ეს არის სულიერი გამარჯვება სიკვდილზე აი იოანე კოპილის სიტყვები მოგიტანი იოანე კოპილა საგანის სიკვდილო შემისაწევხელი ამ გადამარცხა ქრისტე რას დღესასწაულობთ კიდე წმინდანებს წმინდანის რა არის? წმინდანის ცხოვრება ეს არის გამარჯვება სიკვდილზე, ცოდვაზე. ირთვათ იცი რომ ადამიანური ფასადი ეს წმინდანი დამარცხებულია, მოყოლია, მეტი რა უნდა გაუკეთო ადამიანს მოყოლის, მაგრამ გამარჯვება სულიერი. ჩვენ დღესასწაულობ მართლმადიდებლობის დღესასწაული რა არის? ის კი არ რომ გავცნობია. მართლმადიდებლობა აი ეს დიდი მართვის პირველი კვირაა. აი მართლმადიდებლობის ზეიმია. რას ზეიმობენ მართლმადიდებლები? ბულგარეთი მართლმადიდებელია, საქართველოს მართლმადიდებელია, სამოქრიან მართლმადიდებლურ ქვეყნებს არა. მართლმადიდებლობის ზეიმი არის შენარჩუნება და ერთგულება წმინდა მამების სწავლის. შენ ხარ გამარჯვებული მართლმადიდებლობა არის გამარჯვებული თუ შეურყვნელად დაუმახინჯებლად ინახავ შერწმენას. აი ამას ეძახის გამარჯვებას ქრისტე რას ლაპარაკობს თუ სამი კაცი ჩემი სახელით შეიკრება სწორი რწმენად მე მათ შორისა. ეს არის ქრისტიანული ზეიმი, ეს არის ისდე ქრისტესთან ყველაფერს მიუხედავად. რას ზეიმობს ახლა იუდეველი და იუდეველის დღესასწაული. ყველაზე დიდი დღესასწაული მართლა ეს არის პასექი და ყველაზე ხშირად პურიმი გაგიგეთ, რომ პურიმი რას დღესასწაულობენ ეს. ეს დროს პრინციპი იუდეველები ძალიან ნიჭიერი ხალხია, სადაც ებრაელები სადაც ქვეყანაში არიან ძალიან ხშირად დიდდებიან და პოლიტიკურ ძალაუფლებას აღწევენ და ესეთი მოხდა სპარსეთში, აი პოლიტიკური ელიტა გახდა ებრაელი. და შეეშინდა მე არისტოკრატია სპარსელებს და მოინდომეს აი ძალიან ცირე გაბატონებული იუდეველების ამოხოცვა. და მაგრამ ეს ებრაელი იყო წარმოშობით და ეს დახმარებით დედოფალი იყო გადარჩა იუდეველები და პირიქით დაამარცხა ამოწყდეს აი სპარსელი დიდებულები რომლებსაც იუდეველების ამოხოცვა. ეს არის რელიგიური დღესასწაული. თქვენ წარმოგიდგენიათ რელიგიური დღესასწაული რო იყო შუქის დიდგორის ომი. დიდგორის ომი ერთ ყველაზე ფუნდამენტალური ისტორიული მომენტია. ჩვენ ომარკავე მაგალითად დიდგორის ომი ახლა საქართველოს არ აღწერებს. შემოვიდნენ თურქეთში იქნებოდა სხვა ხალხი, სხვა ენა, სხვა კულტურა ხო. ამაზე დიდი ეროვნული დღესასწაული არა. საზეიმო ამბავი ჩვენ არ აქვს ხო? ნუ სხვა ჩავაქვს არა ერთ. მაგრამ ეს ხო არ არის რელიგიური დღესასწაული. ეს არის ნაციონალური დღესასწაული, ძალიან ძვირფასი, მაგრამ არა რელიგიური. არც ერთი ქრისტე მართლმადიდებელი არ ზეიმობს ომში გამარჯვებას, ზეიმობს ქრისტეს გამარჯვებას და არა მიწის გამარჯვებას. აი იუდეველებს ეს პასე ჩვენ აღდგომა არის ჩვენი დღესასწაული. გითხარით ეს არის სიკვდილზე გამარჯვება ქრისტე მოიტანა. და პასექი მაგათი ეს არა. პასექი არის რა? პასექი არის გამარჯვება ეგვიპტელებზე. საშერე მათი ღმერთის სახელით. რა ზეიმობენ? პასექი საიდან მოვიდა? როდესაც ულეს სარჯე არუშევს ეს ეგვიპტის ფარაონი ებრაელებს მონობისაგან ხომ და მოსე ულეს სარჯეს. და ბოლო საშენს ან პასაშენო პირველად უნდა ამოხოცოს. და იმისაც რომ იუდეველები არ ამოსწარდნენ ეს ნიშანი იყო რომ სისხლი ჯვრის სახით უნდა გამოესახათ კარებზე და იქ სადაც იყო ეს წითელი ჯვარი გამოსახული. ეს წინასახია ქრისტეს იქ არ შევიდოდა იქ პირველად არ მოკლავდა და შევიდოდა ეგვიპტელთან კლავდა. აი ამას ზეიმობენ. რას ზეიმობენ? ნაციონალურ მტრებზე გამარჯვებას. სიტყვით არ ჩანს. აი
ყველა ხას, ყველა რელიგიურ ხას სხვანაირად შეუძლებელი არის ორი თერმომეტრი აქვს, ორი ტერმინი აქვს. როდესაც ღმერთთან ახლოსაა და ღმერთთან შორსაა. თქვენ ქრისტიანი ხშირად ვაპარაკობთ. ეს მარალიანი დღეა ღმერთთან ახლოსაა. განცდა ესეთი ამჟამად. აბსოლუტურად სულიერი ადამიანი რასაც ახლის ღმერთთან ახლოს ყოფნას უცაშრია და ყველა სიყვარულია არ თქვა გაბროკებული არა ასპალზე სიკეთე უნდა. და ღმერთთან შორსაა ძალიან ვერლობს სულობს გაბროკებულია სულ. აუ ეს ყველას გამოგვიცდია. იუდეველებთან სხვა ყველა ადამიანზე კი ვაპარაკობ იუდეველების მაგრამ ყველა ებრაელზე ვაპარაკობ. არის ის რელიგიური დელები არა. ისინი ორი სიტყვა ალია და კატოში. ალია ნიშნავს ალია არის კურთხეული პერიოდი, როდესაც იუდეველები შეკრებილი არიან ნაციონალურ სახელმწიფოში. რატომ არის ნაციონალური სახელმწიფო ასე მნიშვნელოვანი მერიდიკო? რომ მესია უნდა მოვიდეს. ნაციონალური სახელმწიფო შექმნა და ერთად ყოფნა ეს არის ნიშანი რომ მესია მოვიდა გაიმარჯვება. და როდესაც გაფართოებაში არის კატოში ეს არის მერცეგან მიტოვებლობის განცდა. ესეთი ნაციონალური პოლიტიკური ხედვა. იუდეველებისთვის იმდენად გაერთიანებულია ერთმანეთთან ნაციონალური პოლიტიკა და რელიგია, რომ ეს გამოიხატება აბსოლუტურად ყველაფერში. აი მაგალითად სიტყვა ჰოლოკოსტი. ჰოლოკოსტი არის პირწმინდად რელიგიური ტერმინი. ნიშნავს მასიურ სისხლიან მსხვერპლს. ეს იყო ებრაული ფენომენი, რატომა იუდაური ფენომენია. და ჩვენთან თის სახურება არის უსისხლო, გაიგეთ, ევქარისტია უსისხლო სახურება. ჩვენ ღმერთს სირავთ ქებადდება სიყვარული მსხვერპლია. ღმერთი ეძიებს ჩვენგან გულის სიყვარულს, სიტყვერქებას, არა სისხლის. სისხლიან მსხვერპლს ეს იუდეველებთან არ იყო ეს. იუდეველებს უნდა შეეწირათ მსხვერპლი დაერათ საკლავი და საკლავს დაკლა შეიძლება მხოლოდ ტაძარში. სინაგოგები სადაც კი დაიქმნა სინაგოგა სკოლაა, ტაძარი იყო ერთი იერუსალიმში, სადაც ხდებოდა მსხვერპლის შეწირვა და იქ იყო სალა. ყველა ჩვენს წინაწერიდან აქვს კითხვა, ყველა ადამიანი უნდა ასულიყო ერთხელ მაინც იერუსალიმში და შეეწირა სხვა. და წელიწადში ერთხელ ამბობდნენ. დიდარი კაცს ახავდა საკლავი დიდი ხარი. ხარი საყავდა მყედი. ამას. თქვენ წარმოგიდგენთ დიდარი როცა იყო იუდეა. ახლა სოლომონი მეფის დროს ასხა. ყველა ადიო, ყველა ოჯახს ახავდა საკლავი. და ეს იოსებ ფლავიუსი ლაპარაკობს, ხანდახან ამოდიდა 200,000. მეც კიდე საკლავი ამოდიოდა და კლავდნენ წამოვიდა. და ეს საკუთრებელია, მიდიოდა უამრავი რაოდენობით ეს საკლავი და იკვლევოდა, მოდიოდა სისხლი. ტენის სისხლი იყო ეს ხდლები და დევთარები კოჭებამდე სისხლში ტალახში დადიოდნენ. გაშხუთილი იყო საკონოლის სისხლი ყველაფერი და მთელი ქალაქში იყო დამწვარი ხორცის სუნი და ეს არის ჰოლოკოსტი, ეს არის უამრავი სისხლი და დამწვარი ხორცი, ამას უკვე მოდის ესა. ჰიტლერმა საშინელი დანაშაული ჩაუჩავდა და დახოცა უამრავი ებრაელი და დაარქვეს ჰოლოკოსტი. კითხულობას დამიგვინდება ძალიან. და ჰიტლერმა დანაშაულა როგორ არა? კოლოსალური დანაშაულია, ბუდანაშაულო ებრაელებს ხოცავდა, მაგრამ როგორც რელიგია ინტერესობდა ჰიტლერს, აბსოლუტურად რა ინტერესია. ჰიტლერის დანაშაული არის რასისტული, არა რელიგიური. ჰიტლერი ვისჯიდა, იტვიდა. ხოთქო საკუთრებაში ბანაკში უნდა შეაგუშებო შენ იუდაური წონება. რამდენი აგნოსტიკოსი გაუშვა ესეთი იუდეელი, რომელიც საერთოდ არ იყო მორწმუნე, ზოგიერთი გაქრისტიანებული სულ ითვლიდა რა. რამდენი პროცენტი ებრაული სისხლია. გამოწვევდა შენი დედა იყო ებრაელი, შენი მამა, შენი ბებია, შენი ბაბუა. და ითვლიდა 25% გაქვს ებრაული სისხლი, 51 თვაში. ეს არის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ეს არის დანაშაული რასისტული. ხათი პოლიტიკური, ხათი ადამიანური, მაგრამ არა რელიგიური. რატომ მოვიდა ამ ცალს ესეთი იდეა რომ დაერთვიათ ასეთი რელიგიური საქმე? იმიტომ რომ აი იუდეველისთვის განსხვავება არ არსებობს რაციონალურ ისტორიასა და რელიგიას შორის. პოლიტიზირებულია მთლიანად. აი ამას დავტოვებ დაუბრუნდები ის საქმე სამზე გადავიდე. რომ მე რატომ ლაპარაკობთ ამაზე? იმიტომ რომ აკრიტიკოთ ეს ხალხი და კიდევ მეორე ან რელიგია არა. თორე ესეთი საშუალო ჩვენთანაცაა. იუდაიზაციის საშიშროება დგას ყოველი ქრისტიანის წინაშე და გეტყვით ამის ნამდვილ მაგალითებს. ეს ჰიპოთეზაა. და გადავიდეთ ისლამზე. ისლამის უკიდურესად პოლიტიზირებული რელიგია. ახლა განსხვავებული იუდევის რატომ არ მოიტანა ეს განსხვავება კონტრაქტორი ვინაა? აი ჩვენ ლაპარაკობთ რომ იუდაიზმი და ისლამი ეს არის კონტრაქტული აფნის რელიგია. მერტი ვიდოს კონტრაქტს მეორე მხარეს. იუდეველებში ვინ არის კონტრაქტორი კრიას იუდაისტურ რელიგიაში? ღმერთი კონტრაქტს უსწრებს. თელერომუსხოს. აი დაახლოებით რას პირდება ღმერთი აბრაამს. ახმას უაზრეს საუბნათა წინ და თვითონ დაიცვას უფლისწინებები და რას ეუბნება? შენ მოხდები სამოთხეში ამას არ ელაპარაკებ. ელაპარაკება რომ გამრავლდები, შენი შთამომავლობა იქნება ვარსკვლავებით, სხვაში ქვიშასავით და საკია, იაკობია, აბრაამია, ღმერთი პირდება საჩუქართან სარშევს თელს ნაციონალურ სკოლას. ამ კატეგორიებით ლაპარაკობს, ნაციონალური და ეთნიკური კატეგორიებით ლაპარაკობს. იუდაისტური რელიგიაზე მოპასუხე შეასრულოს ცნებას თუ პასუხი გაეცემა ეს არის მთელი ნაციონალური სხეული. ანუ ჯილდოვდება ან ისჩება.
ისლამში ესე არ არის. ისლამში კონტრაქტორი არის თითოეული მუსლიმი. მუსლიმი არ აზროვნებს ნაციონალური და ეთნიკური კატეგორიებით. მუსლიმი ლაპარაკობს უმა ეს არის მორწმუნე ადამიანების გაერთიანება. მეტი არა. გინდა არაბი იყავი, გინდა ფრანგი, გინდა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ისლამში. და იყო აღიარო ალაჰი, ეს უმა ეს კატეგორია. და იქ ლაპარაკია რაზე? მუსულმანს ეუბნება, რომ თუ შენ შეასრულებ ალაჰის შარიათის კანონებს, მოხდები სამოთხეში გპირდება რაღაცებს თუ არა და შესახებ ჯოჯოხეთში. ინდივიდუალური კონტრაქტორი. ეხლა რაში მინდება პოლიტიზირებული ხასიათი ისლამს. ამაზე უამრავი ერთი ვერსია კი არა, მთელი სემესტრი შეიძლება ილაპარაკო, მაგრამ რამოდენიმე ძირითადი ნიშანი ვილაპარაკო. აი როგორ რას უყურებს, რა არის მთავარი მუსულმანები თავიანთ რელიგიაში. ეს რომ გავიგოთ რას უნდა დაარღვევენ. ყველა რელიგიას როდესაც მოდის ახალი რელიგია, რა მაქვს ახალი წელთაღრიცხვა მაქვს, ეს ძალიან ბუნებრივია. აი ძველი ახმა იწყებს ახალ წელთაღრიცხვას, რომელია ღმერთმაში ძველი ახმა ლაპარაკობს. მე ვიცი რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, ბუნებრივია წელთაღრიცხვას იწყებს, როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო. ეს ყველაზე მთავარი მომენტია. შემოვიწერთ. ქრისტიანი როდის იწყებს? ეს არის წელთაღრიცხვა, როდესაც დაიბადა იესო ქრისტე. ეს ბუნებრივია. ქრისტიანი ლაპარაკობს, ყველაფერი შეცვალა განკაცებულმა ღმერთმა. ახალი ეპოქა მოვიდა, ახალი დრო, ქრისტეს შემდეგ სხვა რეალობა, ამიტომ წელთაღრიცხვას მიწყება ქრისტეს და საიდან იწყებს დღესასწაულს? ისლამი, მუსულმანი, ახალი თავად წელთაღრიცხვა თუ როცა დაიბადა მუჰამედი, არა. ხო ბუნებრივია, რომ მუჰამედი არის ახალი წვენა მოიტანა მუჰამედის დაბადების. არ როცა მუჰამედს დაეწყო გამოცხადება, აი როცა ღმერთმა ისა თქვა ყურანი, არც მაშინ იწყება ძალიან უცნაური თქვენი თვალთახედვით. ახალ წელთაღრიცხვას იწყებს მუჰამედი, როდესაც გადადის მექიდან მედინაში. რა მოხდა ასეთი მნიშვნელოვანი აი ამ გადასვლის დროს? ის რომ მედინაში მუჰამედმა დაარსა თეოკრატიული სახელმწიფო. არა მარტო რელიგიური ლიდერი გახდა, არამედ პოლიტიკური ლიდერი. და რა შეჭირდებოდა ეს პოლიტიკური ლიდერი და გაევრცელებინა ისლამი. პირდაპირ გეუბნება, როგორ ვრცელდება ის ისლამი, ვრცელდება ფლით. და რატომ გეკვირდა? ქრისტიანობა როგორ ვრცელდება? ქრისტიანობა ვრცელდება სიკვდით. ეჭვმა ლაპარაკო როზოლი არ ამახინჯოთ ეს სხვა საფრთხე. იოანე ოქროპირი ლაპარაკობს, ყველაზე კარგი ქრისტიანები ლაპარაკობენ. ქრისტიანობა უნდა გაავრცელო ისე, როგორც ავრცელობდა იესო ქრისტე. მithinde იქადაგო სიყვარული, დაეხმარო გაჭირებულს, განკურნო ავანტყოფი, არჩევნო კარგი ცხოვრება სიყვარულაში. აი ასე გააკ. ნამდვილ ქრისტიანები ასე ქრისტიანები სხვა. და მუჰამედი რას ლაპარაკობს? მუჰამედი კიდევ გეუბნება. ხმით მიადექი წაიმართ და უთხარი. ან გახდი მუსულმანი ან მოგდა. მიდი ქრისტიანს და იუდეურს არ უნდა სიცილიის რელიგიის ხალხი, მაგრამ თუ არ გახდა მუსულმანი, მაშინ უზარმაზარი გადასახადი გადააგდე. ესე რას ლაპარაკობს ეს მუჰამედი, რომ სიკეთის გავრცელება შეიძლება ხლით რელიგიის საქმეს აკეთებს ხალხი. იარაღი და ხმა. რატომ აკეთებს? რატომ ბუნებრივი ლოგიკაა. აი რატომ? და ჩვენ მე რომ ამ ლექციაში ვთქვით იესო ქრისტე ლაპარაკობს, რომ მიეცი კეისრს დისახმე გაყოფილია კანონი, საერო და სასულიერო. ეკლესია ცხოვრობს და სულიერ ცხოვრება თავისი კანონით, სახელმწიფო თავისი კანონით. და სახელმწიფოს მოვალეობაა წესრიგი და ეკლესიის და სულიერი ცხოვრება და მის მოვალეობა არის სულიერი გარდაქმნა. ეს ორი სხვადასხვა. ისლამში და იუდაიზმში ესე არის. ისლამში გასულ. იქ საერო და სასულიერო კანონი არ გასწორდება, არ ყოფს ეს აი შარიატი, არა მარტო რელიგიურ ცხოვრებას არეგულირებს, არამედ ყოფილ ცხოვრებას. როგორ მოიყვანა ცოლი, როგორ გაშვებე, როგორ გადაცვალო ერთი ტომარა ქვილი მაგალითად მაშაკნელის სულცეში ან აკნელის ხოში. ეს კი რეგლამენტირებული, აბსოლუტურად ყველაფერი რეგლამენტირებული ყურანში და შარიათში. აი ამას ხომ აქვს კოლოსალური განსხვავება. თუ ქრისტიანი ჩადის მაგალითად პარიზში, ან ინგლისში, ან თურქეთში, ის ლაპარაკობს, ეს ცივილიზაცია და კულტურა ამ ხალხის მშენებულია. მე შეიძლება შევინარჩუნო ჩემი წმენა, მაგრამ რატო ამ ქვეყანაში ცხოვრობ, ამ ქვეყნის კანონებს უნდა დავიმორჩილო. თუ ამას თავისი კეისარი ყავს. მუსულმანი ესე აპიროს, მუსულმანი არ ხობს საერთოდ და სასულიერო ძალაუფლებას ის ლაპარაკობს. თუ კი ესე და იგივეა სულიერი და იწიერი კანონი, მაშინ ესეთი ლოგიკა აქვს. თემი სამყარო არის ალაჰის. და თუ კი სამყარო ალაჰისა, ყველგან ალაჰის კანონი უნდა იყოს. ეს უნდა იყოს შარიათი. ამიტომ ესეთი ორი ტერმინია, მშვიდობის სახლი და ომის სახლი. მშვიდობის სახლი არის იქ, ანუ მუსულმანი მშვიდად ცხოვრობს იქ, სადაც სახელმწიფო და ყველაფერი ემორჩილება შარიათის კანონს. სადაც არ არის შარიათი, იქ არის ომის სახლი. ანუ რა, უნდა იო, ეს ომი ანიშნავს ხმარს. დასაწყისში ჩუმად უნდა იყო. აი მაგალითად ჩადის მუსულმანი პარიზ, საფრანგეთში ცხოვრობს, ლაპარაკობს ეს მაიმუნები აქ ცხოვრობენ. ალაჰის მიწაა და როგორ ბედაა რომ ალაჰის კანონით არ ცხოვრობენ შარიათი. ამიტომ მე უნდა მივახცე ჩემი პირადი მოვალეობა, ჯიჰადი ნიშნავს. ყველგან გავავრცელო შარიათი. ეს არის ჩემი მისია დედამიწაზე, ამიტომ მოვე. ასე როგორ უნდა გავაკეთო დასაწყისში, თქვა გამრავლდეთ ძალიან დემოგრაფიულად.
გახდა უმეტესი ვიდრე ის ქვეყანაში ცხოვრობენ, ჩემ მივახციო იმას, რომ მე არ შემიშალო ხელი შარიათის დამორჩილებაში, მე რომ გავრავდები, მე იმათ ვაიძულებ შარიათის კანონს დაიცვა. თუ წინააღმდეგობას განიცემ, მაშინ დაიწყება სისხლიანი ჯიჰადი. ანუ თუ შეგზღუდავენ, რომ ჯიჰადის კანონი შეასრულო, აი მაშინ მოწოდება გაქვს, რომ იარაღი აიღოს. აი ისამს არ აინტერესებს ადამიანის შინაგანი გარდაქმნა. ეს არის განკუთვნილი წესი. საერთოდ რაში მშრომობ? რას ხოს ისლამის რელიგია მუსულმანებს? მორჩილებს რა მუსულმანი აქტივის მორჩილებს. ხუთი რაღაცას თხოვს, ეს არის მექაში ერთმანეთს მოჩავიდეს, დღეში ხუთჯერ უნდა ილოცოს, გადასახადია რელიგიური, არის კიდე ის ბიჯრა, ეს ხუთჯერ ლოცვა, ეს მოწყალება. გარეგანი ეს რაღაცა. იმიტომ არც მონასტერი ავთოთ ასკეტიკა ეს რაღაც არ აინტერესებს. ეს საიდან ჩათ, აი მათი ის რო დააკვირდე, მათი სამოთხე რა არის? სამოთხე ეს არის ასე ვიცი, ხუთვარსკვლავიანი სასწაულს გავს. ცხოვრობ უამრავი საკვები, აი რო ცხოვრდება მუსულმანი საიქიოშია. შეუძლია კერძებია მილიარდობით და ჭამოს დაუსრულებლად ღმერთის წინაშე. ქალებია ხურიე. ქტიო ქალის სამოთხეში რომ თუ ანგელებზებია ქალის ფორმით და მათთან დაშვებულია სექსუალური ცხოვრება ნეტარი. ეს არის დაუსრულებელი ნაკროვანება და სიზით რუშება ღმერთის წინაშე. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ პროტები კი არ არის. გაუწმენდალი ადამიანის უცნებაა. აი როდესაც ადამიანი ნებებისაგან განუწმენდავია, მისთვის სამოთხე რა არის? აი მიწიერი ნებების დაუსრულებელი იდევნება საიქიოში და ვინ შემტერია იმაზე აი პოლიტიკაცია ნებიანი კაცი რომ მოიფიქრეს ის ეს რა გავუკეთოს, აი ეს არის მუსულმანური ჯოჯოხეთი. აი დაუსრულებელი და სამოთხეც ეს არის მიწიერი სიამოვნება გაგრძელებული უსასრულო. ეხლა რატომ არის ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი? ქრისტიანებს ებუქრება ისლამიზაცია ან იუდაიზაცია. ნახეთ როგორი რაღაცა. იუდეველები ლაპარაკობენ, იუდეველები ორივე ისლამი და იუდეა ლაპარაკობს ღმერთის საქმეს აკეთებს პოლიტიკური ძალაუფლება. მაგრამ იუდეველების შემთხვევაში ამას აკეთებს მესია, მასიახ. მოსაშუალე ანტიქრისტის შესახებ ეს არის პოლიტიკური ლიდერი ეფუძნება პოლიტიკურ ელიტას. ღმერთის საქმეს დედამიწაზე აკეთებს რა უბრალო სტატისტიკური ებრაელი და იუდეველები, არამედ პოლიტიკური ელიტა. უბრალო იუდეველის საქმეა წესები აღასრულოს, რომ მესია დააჩქაროს მუსლმა. ამას აკეთებს პოლიტიკური, ამიტომაა რომ აი იმისათვის რომ იუდეველი ლაპარაკობს ისე რომ ღმერთის საქმე ახსოვდეს დედამიწაზე უნდა მოხდეს სოხლიო პოლიტიკური და ფინანსური ელიტის იუდაიზაცია. აი ახალ წესრიგს მოძებნე. ახალი წესრიგის დანიშნულება რა არის? რომ ყველგან გავსწორდეს მოსეს კანონი პოლიტიკურად გაბატონდეს იუდეველები თელ სამყაროს. რატო ლაპარაკობ? იმიტომ კი არა, ლაპარაკობ ეს რელიგიური არსი. აი იუდეველის ლოგიკა როგორია? ღმერთმა შექმნა ადამიანი იმისთვის რომ მასთან ქონდა სწორი ურთიერთობა. ანუ სწორი ხედვა ღმერთისა, ორი პიროვნება. მაგრამ ვის აქვს სწორი რწმენა? მარტო იუდეველებს, სხვებს გოიმებს და წარმართებს და გოებს არა. აქედან გამომდინარე გამოვიდა რომ ღმერთმა სამყარო შექმნა იუდეველების თვლების გვირგვინი ყველა ადამიანი კი არა. თვლების გვირგვინი არის იუდეველები და ხოდი იუდეველის აქვს. სწორი წრა დაანჩენი არის სახური ძალა. იმისათვის რომ სხვები გადაიქცეს სახურ ძალად, უნდა მოხდეს პოლიტიკური გაბატონება. ეს რელიგიური პრინციპია და არა რასის. აი ამიტომ არის ახალ წესებზე ვლაპარაკობ, როგორ ხდება იუდაიზაცია მთელი პოლიტიკური და ფინანსური ელიტის, არა მარტო იუდეველების, არამედ მთელ სამყაროში, ეს არის მასონები. ყველა მეცეს ეს ვის განაყროვა ეს 33 საფეხური, მე-19 საფეხურის შემდეგ ეს უკვე გადამღერებული იუდაიზმია. ასე ხდება მთელი რომ ძალიან მდიდარი ეკონომიკა და დიდი მსახიობებიც კი დიდი ფინანსური ელიტის წარმომადგენლების ხდება მათი მასონების იმაში შესვლა იუდაიზაცია, რომ ახალი წესრიგი დამყარდეს. მეორე, მუსულმანთა ესია, მუსულმანის ჯიჰადია, ყველა იღებს. იქ იმის ახალ შარიათის დამყარება მთელ სამყაროში გას ექსპანსიონისტურია. ასეთი ექსპანსიონისტური ენერგია, როგორც აქვს ისლამს, ისტორიაში არის არ გამოუცხადება. აი მუჰამედი რო გარდაიცვალა 30-40 წელიწადში მთელი მსოფლიო ყავდა დაპყრობილი სირია, ეგვიპტე, ირანი უცებ დაიპყრეს მუსულმანთა და ძალიან აქტიურები. იუდეველები არ არის პროზელიტური რელიგია, ის სხვა ხალხი არ შეგხვდო, უნდა ელიტის იუდაიზაცია მოხდეს მთელი სამყარო მართოს. და ისლამი არის ყველაფრის თეოკრატიზაცია, ანუ რა, მთელი კულტურული, პოლიტიკური და ცხოვრებაში უნდა შეიჭრეს ისლამური შარიათის პრინციპები. რატომ არის ახლა ეს ქრისტიანობის ამ ორივე ერთმანეთსაგან დაპირისებულ და განსხვავებულ რელიგიურ ტრადიციას რა აერთიანებს ერთი განაშავა სულიდან ის რომ შენ სოდვას ვერ ხედავ საკუთარ თავში. თუ კი შენ ხედავ სოდვას რომ შენს გარეთ არსებული სოდვის წყაროს წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ბრძოლის საშუალება რა არის?
ბოროტება, რომელიც შენს გარშეა, ყველაზე მეტად ცელდება სოციალურ და პოლიტიკურად. ხო, თუ არის სოციალური და პოლიტიკური არსება. და ამას რომ დაუპირისპირე, უნდა გამოიყენოს სახელმწიფო ძალაუფლება. პოლიტიკა, ამიტომ არის პოლიტიკაზე ორიენტირებული რელიგიებია. თავად იმას ხედავენ პოლიტიკაში ერთი ელიტარულ პოლიტიკაში, მეორე კიდე მასიურ მოძრაობაში. აი წარმოგიდგენთ ქრისტიანები, რომელმაც დაკარგეს ქრისტიანული სულიერება და დაკარგეს განცდა საკუთარი ცოდვებისა. რას გააკეთებენ? თუ ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრობენ ეს ქრისტიანები, ხდება ქრისტიანების იუდაიზაცია. ანუ რა, ქრისტიანებს თელი სასწორება გადააქვთ ძლიერ სახელმწიფოს. ამის მაგალითები ვიცით, აი დასავლეთ კათოლიციზმი. რატომ ითხოვდა რომის პაპი რომ მეორე ხალი უნდა მქონდეს ერთი რელიგიური და ერთი პოლიტიკური, როცა ძალაუფლება რელიგიური და პოლიტიკურის გავერთება. ზუსტად ამიტომ. თუ კათოლიკური დასავლეთი იყო ძალიან ძლიერი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები და რომის პაპი ლაპარაკობდა იმისაც, რომ ქრისტეს საქმე გაიმარჯვოს დედამიწაზე, მე უნდა მქონდეს პოლიტიკური ძალაუფლება. და ითქოდა ეს ორი ხმის თეორია. რუსეთში რას ხედავ? აი თხაჩეო, გამოდის ხეთილი ყველაზე პოპულარული რუსი მდელია პუტინის რუსეთში. რას ლაპარაკობს? ეს უბედური ქართველები და სერბები და რუმინელები რა მართლმადიდებლობას დაიცავენ, თავისი თავი ვერ დაუცვეთ იმისაც, რომ მართლმადიდებლობა დაიცვა, უნდა გქონდეს ატომური იარაღი. აი პირდაპირ ეს ლაპარაკობს. ეს რას ამბობს ეს კაცი, რომ თუნდაც ქრისტიანობის დასაცავად უნდა გქონდეს ატომური იარაღი, დიდი რაოდენობით ტანკები და ასე შემდეგ. აი ეს არის იუდაიზაცია ზუსტად. ეს ქრისტიანები არიან, მოგიკითხოთ ყველას კარგი ქრისტიანები არიან, მაგრამ სინამდვილეში არიან იუდაიზაცია მოხდა ქრისტიანობა. აი მეორე, დაიბადა ქრისტიანები ცხოვრობენ ძალიან ხარი ქვეყანაში, ლათინურ ამერიკაში. რა გაჩნდა? გასცა განთავისუფლების თეოლოგია. განთავისუფლების თეოლოგია ლაპარაკობდა, რომ იესო ქრისტე იყო პირველი რევოლუციონერი. და ეკლესიას აფუძნებდნენ აი როგორც რევოლუციონერის პარტია უჯრედებს ეს აი ლათინური ამერიკის განთავისუფლების თეოლოგია. კომუნისტური იდეოლოგია ჩასუნდა თანასწორობაზე ლაპარაკობენ. მთელი ქრისტიანული რელიგია აქციეს სოციალისტურ რელიგიას. ეს თვითონ ისლამი ძალიან სოციალისტური რელიგიაა. ძალიან აბრალად იღებენ სოციალისტს, თუმცა ეგალიტარულია ძალიან. ისლამი ჩამოყალიბდა როდის არაბეთის ნახევარკუნძულზე, როცა საზოგადოებას არ იყო კლასები, არისტოკრატია და შემდეგ ყველა თანასწორი იყო. იმდენად ეგალიტარულია ისლამი, რომ ისლამში აი თქო რომ დაგვიდეთ ერთსართულიანი სახლებია ყველას ხომ, სადაც ავთენტურიის არაბებს შემოშა. თუ ყველა თანასწორი მაღალი შეიძლება ყოფილიყო მარტო მეჩეთი. და ეს დარჩენი ხალხი ყველა ყოფილიყო თანასწორი. იქ გლობალს აკრძალულია და ყველა. ამიტომ აი ნახე, სადაც ღარიბი ქვეყანა ხდება რევოლუცია, ხდება ეკლესია და ეკლესია გადაიქცევა რევოლუციური დაწესების გავსება რევოლუციურ მოძრაობას. როდესაც ბოლშევიკებმა გაიმარჯვეს რუსეთში რევოლუციური საზოგადოება, დაიწყეს სერბი ჩამოყალიბდა ახალი სერბიანული ეკლესია და ეს სერბი გამოდიოდა და ლაპარაკობდა ზუსტად გაიმეორა რაც გითხარით, აი რასაც ლათინურ ამერიკაში ლაპარაკობდნენ, რომ იესო ქრისტე იყო პირველი კომუნისტი. ხედავთ ეს იმიტომ ლაპარაკობთ ჩვენი რელიგია ისლამზე და იუდაიზმზე, რომელიც ჩვენა კანტები და ის ხალხი რაც უდია, ეს არის საშიშველი. გადახრა რელიგიურ იდეოლოგიებს აჩენს ადამიანები და ადამიანს კიდე მუსულმანი იყოს, კიდე ქრისტიანი, კიდე იუდეები, ყველას ერთნაირი ძვალი, ერთნაირი ხორცი, ერთნაირი გული, ერთნაირი მისწრაფებები, ერთნაირი ნებები აქვს. აი ზუსტად დავიმეორებთ იმას, რაც იმ რელიგიებში მოხდება და ეს საშიშვება არის ჩვენ. საშიშველო დიდი მადლობა ყველას.